გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას და შედგა შეხვედრა ტრამპს, ზელენსკი დედამოწყნულს და ევროპელი დედამოწყნული ლიდერების მონაწილეობით და ნახოთ უცბად ძალიან რამოდენიმე წამი შევხედოთ რას იძახის ზელენსკი და შემდეგ გავაგრძელებთ საუბარი. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან გრძნობიარე საკითხებზე. პირველი ეს არის უსაფრთხოების გარანტიები და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ყველა ლიდერი აქაა. უკრაინის უსაფრთხოება დამოკიდებულია ამერიკის შეერთებულ შტატებზე, თქვენზე და ყველა ლიდერზე, ვინც აქ არის. ჩვენ ყველას გვინდა ამ ომის დასრულება, რუსეთის შეჩერება. ჩვენის თუ ამ ომის დასრულება უნდოდა დედამოწყნულს და რუსეთის შეჩერება 2 წლის წინ რო სამშვიდობო შეთანხმება დადეს, რატო თქვა უარი და რატო არ შეაჩერა, რატო ხოცა ამდენი ადამიანები. მოიგო ზელენსკი მესომი თუ რა ხდება? ეს გავს ეხა მოგებული ამის შესახებ და ვისაუბრებთ უფრო მეც უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები გვაძლევს ასეთ ძლიერ სიგნალს და მზადაა მოგცეს უსაფრთხოების გარანტიები. კიდევ ერთი საკითხი ჰუმანიტარული მხარეა. ძალიან ეს ეხლა მოგებული თავარსარდალის გამოსვლას გავს თუ მე გამომჩა რაღაცა, გაიმარჯვა უკრაინა, აი აკია ბარბაქაძეებს და იმათ პუჭიკოტაბლიაშვილებს და ვიღაც სიმონები რო გამომჯდარი იყვნენ, აი ეს 3 წელი და უკრაინა იგებს ამომს და რუსეთს შანსი არ აქვს და გამარჯვებულია უკრაინა და აი თქვენ სირებო თქვენ ეხლა მითხარით ეს აი ამ კლოუნი დედამოწყნულის გამოსვლა აქ გამარჯვებული მთავარსარდლის გამოსვლას გავს ან შეხედეთ აი ამ დედამოწყნული ევროპელების სახეებს რა სახეებით ზიან და ან რა განცხადებებს აკეთებენ ეს არის რუსეთზე გამარჯვებული მხარე თუ რა ხდება თუ როგორ არის საქმე ბნელებს გვეძახდნენ ჩვენ რუსეთი ჟანგიანი ძმაო და რუსეთს დედა აქ მოწყნული და ეხლა ნახავ ძმაო დაიშლება და იქცევა და აი უგუნური ადამიანები საუბრობდნენ ამას უგუნური ადამიანები, ვისაც არ შეუძლიათ რომ ან ისტორიიდან გააკეთონ რამე ანალიზი, ან აწმყოდან. სამწუხაროდ ზელენსკი დედამოწყნულმა უბრალოდ ახოცინა უკრაინელი ჯარისკაცები, მართალია რუსებიც ამოწყდნენ ამ ომში და იძახიან დაახლოებით მილიონამდე რუსი დაიღუპა. თუ მილიონამდე რუსი დაიღუპა, არანაკლები უკრაინელი დაიღუპა, დასახიჩრდა, დაინვალიდდა და რა ვიცი. ზოგი გაიქცა, ზოგი დაჭერილია ამ დეზერტირობის გამო და ცოდვის დღე ტრიალებს, ხო? ეს ყველაფერი აი ამ ბოროტ კლოუნ დედამოწყნულს შეეძლო დაესრულებინა 2 წლის წინ და წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა, ჯანმრთელობა და რამდენი ოჯახის ტრაგედიას აიცლებდა თავიდან ეს ნაბოზარი. მაგრამ აი დანარჩენმა ნაბოზრებმა რო უზიარით ევროპელები და ბაიდენი რო ყავდათ კიდე რა ის მამა ღმერთი არ დაუშვეს ის რომ უკრაინას თავიდან აეცილებინა დიდი მსხვერპლი, დიდი ნგრევა და დიდი ტრაგედია და აი ეს არის შედეგი. რა შედეგიც დააყენეს, როგორც დაამარცხეს, როგორც გაანადგურეს რუსეთი სახეზე გვაქვს ხო ეს ყველაფერი და ეხლა თუ თავმოყარეობა აქვს და თუ ნამუსი გააჩნიათ, რამე ნატამალი, აი ერთი ნამცეცი თუ აქვს სინდისის ამ კლიფონა ექსპერტები რო ყავდათ ხოლმე რა, სანაიებს და ვიღაცა პროჭიაშვილებს გადაცემებში და დავარცხნილი სახით საზოგადოებას გამუდმებით იმას რო უმტკიცებდნენ, რომ უკრაინა ეხლა შეტევაზე გადავა და უკრაინის ჯარები და F-35-ებს მისცემენ ეხლა უკრაინას და ეხა ატაკამსებს მისცემენ და ეხა იქ შეუტევს და აქედან გარღვევას აკეთებენ და იქიდან დედის ტყნას. აი თქვენი დედა მოვტყან მე. თქვენ აბოზრებო, თქვენ ხო ძალიან კარგად იცოდით სინამდვილეში რაც ხდებოდა და როგორც და რისი მონგებიც იყო აი ეს პიტალო კლოუნი. მაგრამ სულ გაყიდული დედამოწყნულები ხართ, თქვენც აი
ზელენსკი ვისი გავლენის ქვეშაც მოძრაობს და ვისი ყურმოჭრილი მონამორჩილიც არის, თქვენ დედამოწყნულებო თქვენც იმათი გავლენების ქვეშ ხართ და იმათგანი ჭამთ, იმათგანი იკვებებით და იმათ ინტერესებს ატარებდით ამ წლების განმავლობაში საქართველოში და მათ ბოზიშვილების ინტერესებში შედიოდა, რომ აი ეგ სისულელები გელაპარაკათ და გემტკიცებინათ გამუდმებით, რომ დღეს თუ არა ხვალ რუსეთი წააგებს ომს, ჟანგიანი რუსეთი, ხშირი რუსეთი, ეკონომიკა დაექცა, თურმე იარაღი არ აქვს, რაღაცა ჟანგიანი ტანკები ყავს, რაკეტები არ აქვს და რაღაც სისულელებს რო ლაპარაკობთ. ღმერთმა ქნას რომ რაც შეიძლება მალე გაჩერდეს ეს ომი, რომ გადარჩეს კიდევ ადამიანების სიცოცხლე და ღმერთმა ქნას რომ არასოდეს აღარ განმეორდეს ესეთი ტრაგედია არც უკრაინელი ხალხის თავს და არც ჩვენს თავს და საერთოდ ყველა ღმერთმა დაიფაროს ომისგან. ომს კარგი არაფერი არ მოაქვს, ომი არის სიკვდილი, ადამიანური ტრაგედიები, გრევა, სისხლი და უბედურება. ომს კარგი არაფერი არავისთვის არ მოაქვს. ეს არის რისი თქმაც მინდოდა და აი გუშინ სწორედ ამიტომ ვაგინებდი აი ამ ნაბოზარს ამას. აი ამ გამარჯვებამდე მიიყვანეს ურსულა ფონ დერ ლაიენებმა, მაკრონებმა და ვიღაცა პროჭია სტარმერებმა და ვიღაცა ბოზიშვილებმა.